როგორ ბრძანდებით მეგობრებო, დღეს უნდა ვისაუბროთ background ეფექტებზე და მეორეს რა ქვია? ხო, რაღაც ქცევებზე მოკლედ. რაც შეშენებულია უკვე. ზედაპირულად განვიხილოთ უკვე, მაგრამ 1-2 ძალიან საკაიფო ეფექტი არსებობს და ნახოთ რატომაც არა, სხვა არა საქმე. პირადად მე უსაქმური ვარ, თქვენზე არ ვიცი. კარგით, ნახეთ, ბოლოს ხო ქონდა ეს რაღაცა. მოდი ერთი წამი pre-compose-ი გავუკეთოთ. ამ ყველაფერს. ანუ გავაერთიანოთ, იმიტომ რომ დავიღალე აქ გვერდზე რაღაც დებილობები როა ჩამოწერილი. ოკეის დავაჭირეთ და გადაიქცა ერთიანად მოკლედ. მოდი ჯერ დავამოღამოთ, კაროჩე, აი background-ები რა შვება და როგორები არის. ზოგადად აი თუ გინახავთ, რაღაც თანამედროვე ანიმაციები რო არის. ანიმაციები რა, აი ვიდეოები რო საუბრობენ და უკან რაღაც paper background-ები რო არის. ქაღალდი რო იჭუჭნება. დაახლოებით მაგას იყენებენ ყველგან, ხო, ახლა უკვე. აი დაახლოებით ეგეთ რაღაცაზე არის საუბარი ამ მომენტში, რომ წინ რაღაც ხდება და background-ზეც რაღაც ხდება, იმიტომ რომ უკანა ფონად რა მოკლედ მეტი არაფერი განსაკუთრებული. აქ გვაქვს ნახეთ ანიმაციებში. Animation preset-ში უფრო სწორად არის პირდაპირ background-ები ჩაშენებული. ნახოთ პირველი რა არის. პირველი არის ესეთი რაღაც. აუცილებლად კვარტერზე გადავიყვანოთ. წესმა შვებოდეს ეს რაღაცას. არაფერს არ შვება. ვა, გააკეთე. აკეთე სიტყვას. კაი, ეს ბანძია. ეს კიდე რაღაცას გავს. მაგრამ ძალიან თვალის მომჭრელი არის. background-ი უნდა იყოს background. ოშტა ერთი წამით. ახალი კომპოზიცია გავაკეთოთ. ხო, აი აქ არის ესეთი თემა. ეს მიბანძება პირადად. შემდეგი. ვა, ცეცხლები. ოღონდ ეს ძალიან გავს 2000 რავი 1 წლის კლიპებში გამოყენებულ ეფექტს, ასე რომ ეს დაიგიდეთ, კაროჩე, ეს მაგარი ბანძობა. შემდეგი არის მატრიცის ბანძი ვერსია. რავი, რაღაცნაირია რა. ეს background-ი არ გამოიყენოთ არასოდეს. ვა, ეს რა არის? ეს 2007 წლის რაღაც სერიალის ინტროს გავს. ეს იგივე ცეცხლებია. ეს რა არის? ვა, ვითომ ფარდა არის. თან მაგარია, თან ძალიან გოიმობა არის, არ ვიცი. ნუ შეიძლება ან წიზევით რაც იყო ყველა ჯობია ეს ან ჯერჯერობით. ვა, ხეს ჩემ ბავშვობაში რაღაც music player-ი იყო, სახელი დამავიწყდა. მუსიკებს სადაც უსმენდით ხოლმე კომპიუტერში და აი მაგას ქონდა ესეთი დებილობა ეფექტები. რა რომელი წელია, რომელი წლის After Effects-ია ეს ვაფშე? 2025-იანია. ვა, ეს ეს რა პიზდეცი რაღაცა არის, ნახე? მოგრუბული ვით არის. სვეჩი. ესე ადის და ეს ყველაზე კარგია. სახელი დავიმახსოვროთ, Foglight-ი არის ამ ეტაპზე ყველაზე მაგარი. ნახე, იმენა ძალიან პიზდეცი, კაი. ეს რა არის? არაფხიზე არ უნდა შეხედო ამას, თორე? всё, რაღაცნაირია. Minecraft გავს. არც ეს არ გვიდა დებილობა, ეს იმენა ისეთი შეგრძნება აქვს თითქოს, არ ვიცი. თითქოს ვენებში ვარ. სიცხლის თეთრი უჯრედი ვარ და აი უძრავ რაღაცაში. ფუ, ეს რა არის? დებილობა background-ია. შემდეგი, ეს უფრო უარესი. ვოუ. ახდება. მაგარი ბანძვა ესეც. ეს პირდაპირ ქვესკნელია. არ ვიცი ეს რა არის საერთოდ, მაგრამ კაი, წინა ორჯობია. დებილობა 2005 წელი აღარ არის. საყოველთაოდ 90-იანების წყლის ეფექტი. ეს რა არის? დებილობა. ეს როგორ შეიძლება თვალებს რო ხუჭავ, მზეს რო უყურებ, აი დაახლოებით ეგეთი რაღაცა არის. მაგრამ background-ისთვის არ ვიცი. ესეც სისულელე. ეს ჩვეულებრივი საბავშვო ბაღი და ბოლო რა არის? ესეც გოიმობა. ყველაზე მაგარი იყო Rainfog-ი კი არა და Foglight-ი. აი ნახე, იმენა აი ზეცას, აი რო წვით თბილისში და რო აიხედავ ზევით და ეგეთია, ზუსტად ესეთია და ხო. აი დღეს რა დავამოყავეთ? ძალიან კაი კითხვა, არაფერი საერთოდ. ნუ არა, რატო არა, რაღაც დავამოყავეთ ის რომ Foglight-ი თუ რაც ქვია, არის საუკეთესო ამ background-ებში. და თუ ოდეს მე background-ი დაგჭირა, უნდა მოვძებნო ცალკე, ამის იმედა დავრნავიყოთ, იმიტომ რომ მაგარი ბანძი background-ებია. თუმცა Fog-ი ძალიან კაი იყო.